ეროვნული სადღეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ცედანში გაჩეხილი ტყის ფართობი მარადმწვანე ქვეტყე შქერმა დაიკავა. ეროვნული სადღეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ მერაბ მაჭავარიანმა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა და შიდა ქართლის სადღეო სამსახურის უფროსმა გიორგი ნიკოლაიშვილმა შქერით დაფარული ტყის ფართობი ერთად მოინახულეს. შეხვედრისას ასევე დაიგეგმა მარადმწვანე ქვეტყის მოცილება მისი ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ მცენარე შქერი გადამუშავების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისათვის საწვავის ალტერნატიულ საშუალებად იქნება გამოყენებული. ჩვენი მიზანია ახლა ამ ეკოსისტემის აღდგენის დაწყება, რისთვისაც პირველ რიგში უნდა მოხდეს ამ მარადმწვანე ქვეტყის მოცილება, მერე მივცეთ საშუალება ბუნებრივ სახეობებს რომ განახლდნენ. ამასთანავე ეს მარადმწვანე ქვეტყე ხასიათება ძალიან მაღალი კალორიულობით და შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს გამოყენებული იქნას როგორც ალტერნატიული საწვავი მოსახლეობისათვის, აგრეთვე როგორც იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ ამისგან თქვათ მოხდეს მისი გადამუშავება და მივიღოთ ბრიკეტი ან შემდგომში პელეტი. დღევანდელი ჩვენი საუელი გასვლა დაკავშირებულია მოსახლეობის ათობი რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებასთან, რომელიც გარემოსდაცვის სამინისტრომ სადღეო სააგენტოსთან ერთად დაგეგმა ჩვენ ახლო მომავალში მომდევნო წლებში აუცილებლად მოგვიწევს შეშის ალტერნატივების მოძიება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატივა შეიძლება გახდეს ბიომასა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის შქერი, აქედან გამომდინარე ორმაგი შედეგი გვექნება.